მოგესალმებით, მე ვარ ელოგიოტეკოს ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში მე თქვენ გასწავლით Windows XP-ს დაინსტალირებას. პირველ რიგში რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის Windows დისკი უნდა ჩავდოთ ჩვენს კომპიუტერში, შემდეგ უნდა შევიდეთ BIOS-ებში. BIOS-ებში შესვლა ხდება F-ღილაკით. F-ღილაკი მე ვგულისხმობ F11-ს ან F12-ს, ან შეიძლება რომელიმე F ნებისმიერ ღილაკს. ჩვენთან მაგალითად არის F11. შემდეგ BIOS-ებში რომ შევალთ, შემდეგ უნდა ჩამოვიდეთ CD DVD ეწერება და შემდეგ დაიწყებს Windows-ი დაწყებითი პროცესი. ამის მერე ამოვარდება ესეთი ფანჯარა, როგორსაც თქვენ ეკრანებზე ხედავთ და აი აქ ქვემოთ აწერია Enter Continue, R Repair და F3 ქვით. ჩვენ გვინდა რომ გავაგრძელოთ, ამიტომ დავაჭერთ Enter-ს. შემდეგ იქნება აი ესეთი და Page Down, Next Page. ანუ ჩვენ უნდა დავაჭიროთ ისევ Enter-ს, შემდეგ გვერდზე გადასასვლელად და შემდეგ გამოვარდება აი ესეთი ფანჯარა. აქაა C და D დისკი. თქვენ შეიძლება მეტი დისკიც უნდა გექნებათ, მაგრამ აქ ჩემთანაა მარტო CD. Windows-ი ყოველთვის უნდა დაყენდეს C დისკზე, ამიტომ მივიდანთ C-ზე და დავაჭერთ Enter-ს, Install. შემდეგ იქნება ჩამოშლის აი ესეთ რაღაცას და მივცემთ აი ამას, Continue. შემდეგ აი ეს ახლა არის სავარჯიშო რა, ამას მე ვიდეოს აუცილებლად მოვაყოლებ და თქვენ შეგიძლიათ რომ დაუზიანებლად გააკეთოთ აი ეს, რასაც მე ვაკეთებ. ეს ახლა ესე მალე იმიტომ ხდება რომ სავარჯიშო არის მაინც. შემდეგ აი ასეთი რაღაც გამოჩნდება. აქ 10 მინუტეს რო აწერი, აქ დაეწერება 39. ჩვეულებრივ Windows-ებზე. ყველაზე ესე არის ჯერჯერობით. ახლა უკვე Windows-ი ინსტალირდება. აი აქ რა დაინსტალირდებოდა უკვე მწვანეთა აღნიშნული. ახლა install Windows. ახლა Windows-ი ინსტალირდება. ცოტა ხანს დაველოდოთ. შემდეგ გამოვარდება აი ესეთი ფანჯარა. შემდეგ მივცეთ Next, აი აქ ჩავწეროთ სახელი, მაგალითად admin და admin. შემდეგ ისე Next და აი აქ ჩავწერთ case. Case ეს Windows-ებს ყველას მოყვება, ან თუ არ მოყვება, შეგიძლიათ თქვენ თვითონ გაიგოთ, მაგასაც გასწავლით შემდეგ ვიდეო გაკვეთილში. მაგალითად აქ ჩავწეროთ რამე კეი, აზრი არ აქვს რას ჩავწერთ. შემდეგ Next და Windows-ი გააგრძელებს ინსტალირებას. შემდეგ გამოვარდება კიდევ ესეთი ფანჯარა, Next და ეგ არის. Windows-ი გადაყენდა და ახლა შეგვიძლია ვნახოთ. ამით Windows-ის გადაყენება უკვე დავასრულეთ. ახლა ბარემ გავაგრძელებ და განახეთ როგორ მოვძებნოთ ჩვენ Windows-ის დისკზე CDK. თუ რა თქმა უნდა, CDK არ გვიწერია. ანუ დავიწყოთ. შევიდივართ My Computer, შემდეგ Windows-ი და ვხსნით Explorer. ესაა ჩვენი Windows-ის ფაილები. შემდეგ შევდივართ Key, ვხსნით Case. და აქ წერია ჩვენი case. აქედან რომელიმე ერთ-ერთი აუცილებლად იქნება. შეიძლება ორივე წავიდეს, შეიძლება მარტო ერთი წავიდეს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შემოგზავნით საიტზე და დატოვეთ კომენტარების სახით.